Ramona le dijo a Pancho que no tenía nada que hacer y Pancho le contestó, busca una escoba y ponte a barrer. Eso sí que yo no lo haré. Busca una escoba y ponte a barrer. Eso sí que yo no lo haré. Qué parejita esta. Ramona le dijo a Pancho que no tenía nada que hacer y Pancho le contestó, busca una aguja y ponte a coser. Eso sí que yo no lo haré. Pero que busca una aguja y ponte a coser. Eso sí que yo no lo haré. ¿Cómo? Ahora sí. Pancho y Ramona peleaban, Pancho y Ramona ellos se agarraban, Pancho y insulto, Ramona bronca, piñazos, Pancho y cada Ramona hora un galletazo. Pancho y Ramona Ramonita, Pancho y Ramona Pancho le decía, Pancho y no te Ramona hagas la bobita, Pancho y hey, Ramona hazme la papita, dale sabor. Ahora sí. Enciéndelo ahora. Al pionero de la salsa de Venezuela, Federico y su combo latino. Esto es para ti, papá. Sí. Llegaron del baile, Pancho le gritó otra vez. Ramona, se acabó la fiesta, anda y cuélame el café. Ramonita lo miró, le dijo con sensatez, déjese de bobería, que aquí ya no manda usted. Bueno, Federico Junior, se acabó lo que se da. Ajá. Goodbye. თქვენს წინაშე წარსდგენ თბილისის საერთაშორისო ცეკვის ფესტივალის მონაწილეები ანასტასია ლურთქიფანიძე და ალექს კარო ცეკვით სალსა. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სხვა თვალით, მე კი ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი თამია ტატალაშვილი. დღევანდელ ჩემს გადაცემაში ვისაუბრებთ თბილისის საერთაშორისო ცეკვის ფესტივალზე, რომელიც უკვე საქართველოში მეორედ გაიმართა და დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი ფესტივალის ორგანიზატორი თამუნა უტიაშვილია. თამუნა, დიდი მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და დავიწყოთ იქიდან, როდის ჩატარდა პირველად ფესტივალი და სად? მადლობას გიხდით მოწვევისთვის და მხარდაჭერისთვის. პირველად საქართველოში სოციალური ცეკვების ფესტივალი ჩავატარეთ 2015 წლის აგვისტოში ქალაქ ბათუმში. წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ თბილისის მაცხოვრებლებისთვის გაგვეკეთებინა მსგავსი სიურპრიზი და წელს უკვე 18, 19 და 20 მარტს გავაკეთეთ თბილისში სოციალური ცეკვების ფესტივალი. და როგორც ვიცი, სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ ჩამოსულები მოცეკვავეები, ხომ ასეა? თუ რამდენი ქვეყნიდან? კი, ანუ 10 ქვეყანა გამოვიდა ინსტრუქტორების გარდა, რაც ვინც ყავდა მოწვეული, კიდევ მათი გულშემატკივრები ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ანუ ყავდა დომინიკის რესპუბლიკა, პოლონეთი, ეკვადორი, კოლუმბია, ისინი კიდევ გერმანიაში მოღვაწეობენ, იყო აზერბაიჯანიც, იყო უკრაინა, იყო ბელორუსია, იყო სასამხეთი, მოკლედ ძალიან ბევრი ქვეყანა შემოგვიდა. დაახლოებით რამდენი მოცეკვავე იღებდა მონაწილეობას? ესე იგი, რაც დარეგისტრირდა, იყო 250 და მის გარდა კიდევ საღამოებზე მოდიოდა ხალხი, რომელიც უკვე იქ ადგილზევე შემოდიოდა, ანუ იქ რეგისტრაციაში არ იყო გატარებული. და როგორ ხდებოდა მათი შერჩევა? ვინაიდან ეს სოციალურ ცეკვებზე აქ არ იყო გათვლილი პროფესიონალებზე და არის ძირითადი აქცენტი უფრო სამოყვარულო დონისთვის, აქ უკვე შერჩევა არ არის, აქ არის სურვილი მთავარი. ანუ არ აქვს ქონდა მნიშვნელობა იმასაც, ვთქვათ, რა დონის იყო მოცეკვავე, ვთქვათ, დამწყები არის, საშუალო, ძლიერი. ყველას ქონდა საშუალება, რომ მიიღო მონაწილეობა. პირველი ნაბიჯებიდან შეეძლო დამწყებს მიიღო მასტერკლასები ჩემპიონებისგან, ასე საშუალო დონისაც, ასე ძლიერს. ანუ თავარი იყო უბრალოდ სურვილი მონაწილეობისა. არანაირ ფორმას, არანაირ პროფესიას, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. და ფესტივალი 3 დღის განმავლობაში ტარდებოდა, ხო? და რა ხდებოდა, მოკლედ რომ მოგვიყვე ამ 3 დღის განმავლობაში? 18, 19, 20 მარტი. ან ფორმატს გეტყვით, ხო? ანუ ყველა როცა იგებენ რომ არის ფესტივალი, რატომღაც გონია რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად შეჯიბრის სახე.
ჩვენ შემთხვევაში არა. ზუსტად აი სოციალური გულისხმობს იმას, რომ ეს არის მასებზე გათვლილი, უბრალოდ იმისთვის, რომ გავახალისოთ ხალხი, გარკვეული გამოცდილება გაუზიაროთ, ასე ვთქვათ და ტარდება ფორმატი შემდეგი, რომ პირველი დღე არის ხოლმე როგორც წესი გასაცნობი საღამო, ანუ ჩამოდიან ინსტრუქტორები, ჩვენ ყავდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ჩამოყვანილი, იქ გადახედავენ ძირითად მასას საღამოს ეცეკვებიან მათ, შემდეგ უკვე შემდეგი დღე არის ხოლმე მასტერკლასები, სადაც უკვე დონეების მიხედვით ატარებენ ესენი გაკვეთილებს, იქ მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში, ვთქვათ, უფრო სხვადასხვა ცეკვების, მაგალითად სალსა, ბაჩატა, კიზომბა, სხვადასხვა ოთახებშია ხოლმე ხალხი გადანაწილებული და დონეების მიხედვითაც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ოთახები არის. იმას ქვია, ვთქვათ, ბაჩატა რუმი, სალსა რუმი და ასე შემდეგ და ვისაც უნდა სურვილი აქვს, იქ შეუძლია რომ შევიდეს და დაესწროს მასტერკლასს. შემდეგ საღამოებს ისევ ლათინური ფორმატი აქვს, ლათინური ცეკვის ფორმატი და იქ უკვე წარმოდგენილი არის ხოლმე ვარსკვლავების შესრულებით შოუები. ანუ რომ ხალხმა უფრო კი, მეორე და მესამე დღეს. პირველ დღესაც ჰქონდა შოუები, უბრალოდ ვერ ჩამოგვისწრო ყველა ვარსკვლავმა, რომ მათი შოუებიც გამოსულიყო. ამიტომ ადგილობრივი ხალხი, სადაც ჩადიან ხოლმე, რომელ ქვეყანაში ჩადიან, ისინიც ახვედრებენ თავის შოუს, ასე ვთქვათ, შეხვედრას უწყობთ ხოლმე და ჩვენც გავაკეთეთ ამ სალსაკალიტე თბილისმაც, მოუწყოთ მსგავსი შოუ, რომელთაც რაღაც ძალიან ისეთი კმაყოფილები დარჩენ და გაგვიხარდა, იმიტომ რომ 2 წელია ჩვენ სურათს აქ მოღვაწეობ და 2 წლისთვის ძალიან კარგი შედეგი იყო მათი თქმით, ესე რომ საერთოდ დამონა მაინტერესებს რა გახდა იმის მიზეზი, რომ თქვენ ეს ფესტივალი ჩაგეტარებიათ? აი ეს ძალიან კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ კი არსად არ მქონდა ამის თქმის საშუალება. პირველ რიგში რა მინდა რომ ვთქვა, საქართველოში რა თქმა უნდა რომ ლათინური ცეკვები ძალიან დიდი ხანია არის და ძალიან საფუძვლიანად და ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს სოციალური ცეკვების ისწავლებოდა სხვადასხვა სკოლაში, მაგრამ არავინ არ იცოდა რომ ეს იყო სოციალური ცეკვა, ძირითადად იყო ხოლმე დადგმული ქორეოგრაფია და ჩვენ შემთხვევაში უბრალოდ აი ალექს კარო, ვინც აღარ შეგვისულა ცეკვა, გახდა თავი და თავი ამ ყველაფრის, ესე იგი, ორგანიზების და ამ სოციალური ფედერაციის დაფუძნების, რადგან ის უბრალოდ მიხვდა რომ რაღაცა სხვა ხდებოდა საზღვარგარეთ. ანუ საქართველოში იყო ქორეოგრაფია, სინამდვილეში სოციალური ცეკვა არის სრული იმპროვიზაცია. თუ არ არის შოუ, თუ თქოთ არ არის ფესტივალისთვის მომზადებული, თუ არ არის კონკურსისთვის მომზადებული. აქედან გამომდინარე, როდესაც ის უკვე უფრო ღრმა ჩაუღრმავდა ამ ყველაფერს, იქ სხვადასხვა ფესტივალს დავესწარით, იქ სხვადასხვა უცხოელებისგან გაკვეთილები ავიღეთ ინდივიდუალური, მივხვდით რომ ნამდვილად არის სრულად აწყობილი ემოციებზე, არანაირი ქორეოგრაფია აქ არ უნდა იყოს, არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ განიტვირთო, პირიქით კი არ დაიძაბო რომ რაღაცა მოძრაობა ვერ შეასრულე, არა, პირიქით იმისთვის რომ ურთიერთგაგება იყოს წყვილებს შორის და მას უბრალოდ აყვე და მიყვე მოძრაობაში. როდესაც ეს საქართველოში დავიწყეთ ექსპერიმენტის. როდის დაიწყეთ ეს? მეორე წელია, 2 წელი ხდება. ანუ ალექსმა უფრო ადრე დაიწყო, მე ცოტა მოგვიანებით შევუერთდი, ანუ დავინახე რაღაცა განსხვავება, მე ადრე სამეჯლისო სფეროში ვიყავი და ძალიან მომეწონა, რაღაცა ახალი იყო, აბსოლუტურად საქართველოში არ იყო მივხვდი, სწორი მიმართულებით. ანუ იმ მიმართულებით, როგორც არის მსოფლიოს მასშტაბით. და ხალხის ინტერესი რადგან დიდი იყო, უკვე მივხვდით, რომ საჭირო იყო რაღაცით კიდე გაგვეხალისებინა და მათთვის ზუსტად ის გვეჩვენებინა, რომ რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, აი მსგავსი მოდელი არის, რაც არის მსოფლიოში. ამიტომ გადავწყვიტეთ მათი ინიციატივითაც ხალხის ინიციატივით. და ბავშვებმა ეხლა ცეკვაც შეასრულეს, ეს იყო სრული იმპროვიზაცია? არა, აი აქ ეხლა იყო როგორ იცით, ესე იგი შოუს ელემენტებიდან იყო აღებული გარკვეული მოძრაობები, მაგრამ მოახერხეს იმდენი, რომ ვთქვათ, გადმოეწყოთ ამ კონკრეტულ სიტუაციაზე. ანუ ისევ იმპროვიზაცია გამოცემთ, რომ მთლიანი შოუ რო აქ იცეკვ ფიზიკურად ადგილი არ იყო, ხო, თქვათ სამაგისო. ანუ ჩვენ შემთხვევაში რაც ყველაზე კარგია, ძირითადად ხოლმე მოყვარულებს არ ყავთ წყვილი. თუ თქვათ არ არის ინსტრუქტორი, რა თქმა უნდა ინსტრუქტორს მისი მეწყვილი ყავს, ხო? ეს წყვილი რისთვის არის საჭირო, რომ იმპროვიზაციას როცა ვამბობ, ბიჭი არის წამყვანი. ჩვენ გაკვეთილებზე არ ვასწავლით ქორეოგრაფიას, არ ვაძლევთ რაღაც კონკრეტულ ილეთების თანმიმდევრობას დასაზეპირებლად. ჩვენ უბრალოდ ვასწავლით, რომ როგორ უნდა ანიშნოს ბიჭმა გოგოს, როდის არის ტრიალი, ვთქვათ, როგორ უნდა მიახვედროს, რომ ეხლა ამ შემთხვევაში გვერდით გაიწიოს, ხელი აწიოს, თუ რა გააკეთოს. აი ამას ვასწავლით და მე უკვე ნებისმიერ ეხლა რამდენი ქვეყანა ჩამოვთვალე, ხო? იქიდან მოყვარულები ხომ იყვნენ ჩამოსულები, მოცეკვავები. მათთან ერთად ჩვენ გვაქვს კადრები, სადაც არის დაფიქსირებული, როგორ იდეალურად ცეკვავენ. ზუსტად იმ მინიშნებების წყალობით, იმიტომ რომ სიტყვაზე ყველას არ ეცოდინება პოლონური, ყველამ არ იცის, ვთქვათ, ესპანური, რომ მათ ელაპარაკოს, ხო? ჟესტების ენით, კი. ანუ ძალიან სასიამოვნო არის, როცა უკვე ხვდები, რომ აი იმ უცხო ადამიანთან შეგიძლია ძალიან იდეალურად იცეკვო. ძალიან საინტერესოა მართლა და იცით რა არის საინტერესო? შარჟან ჩატარეთ ბათუმში, წელს უკვე თბილისში, ხომ არ აპირებთ სხვადასხვა ქალაქებში გადახვიდეთ?
ჯერჯერობით სხვა ქალაქზე არ გვაქვს ორიენტაცია, ანუ ბათუმი მაინც უფრო იმიტომ ავარჩიეთ, რომ ტურისტული ზონაა და პირველ რიგში იმიტომ, რომ პირველი იქ უნდა ჩაგვეტარებინ, რადგან თვითონ ეს უცხოელები დაინტერესებული იყვნენ. კი, ზაფხულში სპეციალურად, ანუ ჩვენი გათვლა ზუსტად ეს იყო, რომ პირველ ჯერზე ჩამოსული იყვნენ თუნდაც იმ მიზნით, რომ იქ რაღაცა ტურისტული ზონაა და თან დაესვენა და თან უკვე ჩვენ ფესტივალში ჩართული იყვნენ. პლუს ამას კიდევ რა არის, ისეთ ხალხს არ აქვს იმის საშუალება, რომ მათ ფესტივალს, აი ამ ხალხს, რომელიც ახლა ჩვენ ჩამოვიყვანეთ, დაესწრონ მაგალითად გერმანიაში. ძალიან ძვირი სიამოვნება ამათ ანუ გაკვეთილებზე იქ დასწრება. ჩვენ უკვე ყველას მივეცით საშუალება მათ შორის უცხოელებსაც. და იმიტომ გავაკეთეთ პირველი ბათუმში, რომ ყოფილიყო ამ უცხოელებზე გათვლილი. რახან იქ წარმატებით ჩაიარა, უკვე თბილისშიც ჩამოვიდა იგივე ხალხი. არც ისეთი თქვათ, კაი სეზონი არ შეგურჩევია მაინდა-მაინც, ხო? მაგრამ მაინც გაამართლა აქაც ჯერჯერობით სხვა ქალაქებში ალბათ თავს შევიკავებთ. საერთოდ მსოფლიოს მასშტაბით რამდენ ქვეყანაში და რომელ ქვეყნებში ტარდება ეს ფესტივალი? მსოფლიოს მასშტაბით გაგიკვირდება და ყველა განვითარებულ ქვეყანაში და პლუს კიდევ ისეთ ქვეყნებში, რომელიც შეიძლება ჩვენთან შედარებით კიდევ ცოტა უკან იყვნენ. ანუ აბსოლუტურად აი გარშემო თუ კიდევ რომელიმე ქვეყანა შეგიძლიათ რომ მითხრათ, მე შემიძლია გითხრათ რამდენი ადამიანი დაესწრო იმ ქვეყანაში. მაგალითად შარშან თუნდაც სტამბულში 80 ქვეყნიდან იყო ჩასული 5000 ადამიანი მე-4 წელიწადს. ანუ ეს არის უკვე ესეთი სიტუაცია, სადაც აი გერმანია, პოლონეთი, რა ხალხის მე ჩამოთვალე, ხა სად ჩამოვიდა, ყველგან არის. აზერბაიჯანშიც კი ჩატარებული არის უკვე ორჯერ და საქართველოში ჯერ არ იყო მაგ დროისთვის. ანუ აბსოლუტურად გარშემო და იგივე ხალხი, ვინც დადის, ამას ეძახიან ერთ დიდ სალსას ოჯახს. რადგან ზუსტად იგივე ხალხი საქმის კურსია, რომ უკვე საქართველოს შეუერთდა ამ სოფლიოს. და აი ძალიან მადლობელი ვარ მე მათი თვითონ ინსტრუქტორების, რადგან თვითონვე აპიარებენ ასე ვთქვათ საქართველოს, რომ აი კიდევ ახალი შემოგვიერთდა სალსას ოჯახში სოფლიოში და თვითონვე ახერხებენ ამ ყველაფრის ძალიან ისე კარგად კომპაქტურად და ლამაზად შეფუთვას, რომ ხალხი დაინტერესდეს და ჩამოვიდეს მათთან ერთად მერე ჩვენთან. წელიწადში ერთხელ გაიმართება ეს ფესტივალი ყოველთვის, ხო? რახან უკვე ორივეგან გაამართლა, სავარაუდოდ ბათუმში და თბილისში ყოველთვის იქნება ერთხელ მაინც. ანუ ბათუმში ისედაც ახლა უკვე 12-დან 14 აგვისტოს ჩათვლით ისედაც გვექნება, ახლა წელს ისევ მეორე უკვე და თბილისშიც დავტოვებთ, იმიტომ რომ თბილისშიც გაამართლა. ძალიან კარგია და წარმატებას გისურვებთ და სამომავლო გეგმებში რა შედის? კიდევ რას აპირებთ? სამომავლო გეგმებში ძალიან ბევრი სიურპრიზი გვაქვს. კი, ჩვენ შარშან მქონდა სოციალურ ცეკვებში, ანუ სალსა, ბაჩატა, კიზომბაზე მქონდა აქცენტი ძირითადად. პირველი ოფენი არის ღია ცის ქვეშ. წელსაც ვაპირებთ, რადგან მასაც დიდი გამოხმეურება. შარშან პირველი მქონდა, კი, ანუ საქართველოში იყო პირველი ოფენი არის კონკრეტულად სოციალურ ცეკვებში. ეხლა წელსაც მეორეს ვაპირებთ, რა თქმა უნდა, და პლუს ამას გვინდა ძალიან რომ გავაკეთოთ დიდი ფლეშმობი, რომელიც შარშან არ გავუკეთებია, სადაც საშუალებას ვაძლევთ ნებისმიერ მსურველს. მიუხედავად იმისა, ოდესმე უცეკვია თუ არა, ანუ სხვა ცეკვას ეკვავს თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ მსურველს ვაძლევთ საშუალებას, რომ უბრალოდ ჩვენ დაგვეკონტაქტონ, გაიანონ რეგისტრაცია და რაც მეტნევით უკეთესი. და დაიწყება რეგისტრაცია? მე მეილი შემიძლია რომ გითხრათ, სადაც შეუძლიათ რომ მოგწერონ. გაიარონ რეგისტრაცია და ჩვენ ფაქტიურად უკვე სამუშაო რეჟიმს ვიწყებთ შემდეგი კვირიდან. გითხარით თქვენი მეილი, უთხარით ჩვენს მაყურებელს. stf.georgia. ხო, ის ტიტრებშიც გავეთ ჩვენთან ქვემოთ. და მაინტერესებს თვითონ ოფენიერზე რა მოხდება და როგორი იქნება, შარშან სად ჩატარდა და აი ამაზე რო უფრო ცალ გვესაუბრეთ. შარშან ჩავატარეთ რიყის პარკში. შემდეგი მეორე მთაწმინდის პარკმა გთხოვა რომ რაღაც კარგი გამოხმაურება ქონდათ იქ ჩვენთანაც ჩაატაროთ და იქაც ჩავატარეთ, როგორც პირველი იყო რიყის პარკში. ფორმატი ახლა წელს უკვე რაღაცა ცოტა გავთამამდით ასე ვთქვათ და ვაპირებთ რაღაცეების შეცვლას. ანუ პირველი სიურპრიზი იქნება ეს, რომ ფლეშმობი იქნება ძალიან დიდი და უდიდესი. შემდეგ ვაპირებთ რომ იქვე ადგილზევე მოყვარულებისთვის და უცხო ხალხისთვის გავაკეთოთ პატარა მასტერკლასი რომელიმე ცეკვაში. ანუ საშუალებას ვაძლევთ რომ აბსოლუტურად უფასოდ დამსწრე საზოგადოებამ ნახოს რაზე გვაქვს საუბარი. მოკლედ ეს სოციალური ცეკვებიდან ერთ-ერთ მარტივს ავარჩევთ მარტივ მოძრაობებით, რომელიც ყველას გამოუვა რა თქმა უნდა. და შემდეგ უკვე საშუალება ექნებათ, რომ აი ეს მარტივი მოძრაობები რაც შეისწავლეს, ჩვენ მოცეკვავე ბიჭებთან, ჩვენ მოცეკვავე ლამაზ-ლამაზ გოგოებთან გაიარონ ადგილზევე. ძალიან კარგია და ეს ერთი დღის განმავლობაში ჩატარდება. ერთი დღე იქნება, შარშან მქონდა 5 საათის განმავლობაში. და წელს არ ვიცი ზუსტად არ რამდენი ხანი გაგრძელდება. როდის ჩატარდება? რიცხვი ჯერჯერობით უცნობია? თავარი ახლა მომზადეს ფლეშმობი, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად გადართულები ვიყავით ამ ფესტივალზე. აი, როგორც კი ფლეშმობი იქნება მზად, სავარაუდოდ ერთ თვეში.
აი ესე იგი საინტერესო ამბები ელის თბილისში მაცხოვრებლებს. კი ბატონო, ჩვენ კიდევ ერთი სიურპრიზი გვაქვს, ესე ვთქვათ, კონკურსის სახით. კონკურსი ქონდა დაანონსებული, შემდეგ უკვე გადავერთეთ ამ ფესტივალზე და იქ ცოტა რაღაცები ვერ მოხერხდა. საშუალებას ვაძლევთ ნებისმიერი ტიპის მოცეკვავის. არ აქვს მნიშვნელობა კლასიკას ცეკვავს, ანუ ვთქვათ ბალეტს, არ აქვს მნიშვნელობა ჰიპ-ჰოპს ცეკვავს. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ მიიღონ მონაწილეობა სოციალური ცეკვების კონკურსში. რასახით ვდებთ მუსიკას კონკრეტულს ამ ცეკვის ივენტში, ასე ვთქვათ, კონკურსის ივენტში, სადაც უნდა ამოიღონ ამ მუსიკიდან 2 წუთი. იმ 2 წუთის განმავლობაში დადგა ნებისმიერი ქორეოგრაფია, რომელიც თვითონ გაუხარდებათ. არ აქვს მნიშვნელობა ლათინური იქნება, კიდევ ვიმეორებ თუ რა, იმიტომ რომ ძირითადად გონიათ რომ აბსოლუტურად იმპროვიზაცია. ჩვენი გათვლა არის ზუსტად იმაზე, რომ ადამიანმა მოусმინოს მუსიკას, ეცეკოს პარტნიორს, იცეკონ ერთმანეთისთვის და არა გარშემო საზოგადოებისთვის. ერთმანეთს გადაცენ დადებითი ემოცია, დადებითი ენერგია. ამიტომ ზუსტად ეს კონკურსი არის იმაზე გათვლილი, როგორ გაიგებს ადამიანი მუსიკას, თუ უნდა იცეკოს მარტომ, თუ უნდა იცეკოს წყვილმა, თუ უნდა იცეკოს ჯგუფმა და შედეგი რა იქნება ამისი, ხო? პირველ რიგში რომ მას აუცილებლად გაუფორმდება გრძელვადიანი კონტრაქტი ჩვენთან, რაც საშუალებას მისცემს, რომ მიიღოს ნებისმიერ ჩვენს მიერ გატანილ საზღვარგარეთ თუ საქართველოში შოუზე მონაწილეობა და პლუს ამას იცეკოს აი იმ ვარსკვლავების გვერდით, რომელიც ხა ჩვენ ყავდა ჩამოყვანილი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები. რა ვიცი, ესეთი საშუალება მე მგონი ბევრს არ აქვს, ან კი. ამიტომ ჩვენ ვაძლევთ ამის საშუალებას, რომ იქიდან შეირჩევა რამოდენიმე ჯგუფი და რამოდენიმე სოლო მოცეკვავე, მათ შორის რა თქმა უნდა გაიფილტრება და ბოლოს დარჩება ის, ვინც თქვა ერთთვიანი რეპეტიციების შედეგად უფრო ადვილად აიღებს ამ ყველაფერს. ამ ყველაფერსაც უფასოდ ვთავაზობთ. ძალიან მიხარია, რომ ესეთი კარგი პროექტები არსებობს და ესეთ კარგ პროექტებს აკეთებთ. ძალიან გვინდა რომ გავაკეთოთ ცეკვის გაკვეთილები. აი ნახოთ ხა რამდენად გამოვა, რომელიმე ტელევიზიაში რომ გვინდა რომ რაღაც რამოდენიმე ხნიანი, თუნდაც 5 წუთიანი, კი გავაკეთოთ ისეთი რომ ხალხისთვისაც საინტერესო იყოს. მოკლედ, დიდი მადლობა თამუნა ჩემი სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ და ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. დიდი მადლობა, მე მინდა რომ დაგპატიჟოთ ჩვენთან სტუდიაში. თქვენი თვალით იხილოთ რა ხდება იქ. აუცილებლად მოვალ. ზუსტად ისე რეკენ წამოსვლა მოგინდებათ როგორც ყველა სხვა. ვიცეკებს ალსას ან ბაჩატას სიამოვნებით. მე კი როგორც დაგპირდით, ჩემს მეორე ბლოგში ქუჩის მუსიკოსი მიშა მგალობლიშვილი იქნება და ვისაუბრებთ ქუჩის მუსიკის დღეზე და ის თავის შემოქმედებას შეასრულებს ჩვენთან. მიშა, მადლობა რომ მოხვედით ჩემთან სტუდიაში და ვისაუბრეთ ქუჩის მუსიკის დღის ფესტივალზე. როდის მიიღე პირველად მონაწილეობა ფესტივალში და აპირებ თუ არა წელსაც გახვიდე და მონაწილეობა? პირველ რიგში მოგესალმებით ყველ მაყურებელს. მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ. ვინც არ მიცნობს, ვეტყვი რომ მე ვარ მიშკა მგალობლიშვილი, იგივე Young Mike, რეპერი. ქუჩის მუსიკის დღეს მივიღე მონაწილეობა გასულ წელს 2015 წელს. და წელსაც აუცილებლად დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და გასულ წელი ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ბათუმში წავედით. ბათუმი არის ჩემი საყვარელი ქალაქი, ნათესავებიც მყავს იქ, მეგობრებიც მყავს და ძალიან გამიხარდა იქ გამოსვლა, ძალიან მესიამოვნა, იმიტომ რომ არ ვიცოდი თუ ამდენი ბათუმელი მისმენდა და ცნობდა და აი რავი, რაღაც ძალიან სხვა, ანუ ისედაც შავდივარ ბათუმში, მაგრამ ის რომ გამოვედი და ეს მომენტი რომ მუსიკოსი მიდის თბილისიდან და აი ბევრი მუსიკოსები ერთად აი რაღაცა ფესტივალის სახე აქვს ამ ყველაფერს, აი ძალიან ამაღელვებელი და საინტერესო არის მე მგონი ნებისმიერი ხელოვანისთვის. მიშა, რა შეცვალა ქუჩის მუსიკის დღემ შენს ცხოვრებაში? ქუჩის მუსიკის დღეს, რავი, გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ჩემთვის. და საერთოდ საინტერესო გამოცდილება არის, როდესაც მუსიკოსი მიდის აი რაღაც მანქანიდან, თვითმფრინავითან რაღაცით რაღაც სხვა ქალაქში, ისეთი განცდა არის, თითქოს აი ტურნეში ხარ ან რაღაც. ჩემთვის ეს მანამდეც მქონია დაახლოებით ესეთი სიტუაცია, რომ წავედით სადღაც ჩავატარეთ რაღაც, მაგრამ აი ეს თვითონ ფორმა ძალიან საინტერესო და ესეთი არის რა. თავგადასავალი არის მუსიკოსისთვის ალბათ შეიძლება. ძალიან საინტერესო და კარგია გეთანხმები. მიშა, რას გვეტყოდი თვითონ ქუჩის მუსიკოსებზე, რომლებიც ზოგი უკრავს მეტროში, მიწისქვეშა გადასასვლელში, ანუ ზოგადად როგორ შეაფასებდი მათ და შენ ხარ თუ არა და შენ უკრავ თუ არა რომელიმე მიწის გადასასვლელში ან მეტროში? მე ქუჩის გადასასვლელში და მეტროში არ უკრავ, მაგრამ ქუჩის მუსიკა თვითონ ეს ფრაზა ჩემთან ასოცირდება რეპთან და ჰიპ-ჰოპთან, იმიტომ რომ
რავი რეპი არის ქუჩის მუსიკა, ხო, ქუჩიდან მოდის. და არ ვიცი, აი ორგანიზატორებს მოუწოდოთ თუ აი თვითონ რეპერებს თუ აი ვის რომ აი ჩემი აზრით უფრო ქუჩის მუსიკის დღეს გაცილებით მეტი რეპერი უნდა იყოს დაკავებული ამ ფესტივალში და ჩაერთოს რა. ხო, ალბათ თვითონ რეპერებს, იმიტომ რომ რა ვიცი, რატო არ ღებულობენ მონაწილეობას, არ ვიცი. იმიტომ რომ მე მაგალითად არ ვარ იმ აზრის მომხრე, რომ ესა აი ისინი არ ვარგა იმათ არ აქვთ გამოსვლის უფლება ის რაღაცა. ჩემი აზრით ეს მასიური უნდა იყოს და აი ხა წამოვიდა ესეთი ტენდენცია საქართველოში, რომ აი ქართული რეპი და ეს ბოლო წლებში წამოიწია ცოტა და განვითარდა გაცილებით ხა ძველ წლებთან შედარებით და ასე შემდეგ და მე არ ვარ იმის მომხრე, რომ აი ვიღაცას აუკრძალოთ და ეს საერთოდ არაფრის დიდებით, იმიტომ რომ ხა როდესაც ბევრი მუსიკოსი არის, იქ ყოველთვის იქნება ვიღაც უკეთესი და ვიღაც შედარებით ნაკლები რანგის, ხო, ეს რაც არ უნდა საწყენი იყოს, სიმართლე არის. და ყველას აქვს აბსოლუტურად სიმღერის უფლება. კი, ზუსტად ეს არის ფესტივალის მთავარი იდეა, რომ ყველა იღებს მონაწილეობას კონკურსის მით უმეტეს ესეთ ჟანრში, რომელიც არის რეპი და არ მოითხოვს არც მუსიკალურ განათლებას, შეიძლება საერთოდ არც სმენა ქონდეს ადამიანს და ერთადერთი რითმის გრძნობა ქონდეს და უკვე ის აღიქვას როგორც მისაღებ რეპერად რა. თუმცა რა თქმა უნდა ჯობია თუ მუსიკალური სმენაც აქვს და განათლებას რაც უფრო მეტი ეცოდინება, უკეთესი არის. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც განვითარდა ეს ჟანრი, რეპი და ჰიპ-ჰოპი, არსად არ ყოფილა ამის შეზღუდვა და ის არ შეიძლება, ეს არ შეიძლება. პირველ რიგში ამერიკაში ესეთი რაღაც არ არსებობს, რომ ვიღაცას აუკრძალონ და ეს არის აბსოლუტურად მასიური და აი ყველა დიდი, პატარა, შავი, თეთრი, ხო, აი აბსოლუტურად ყველანაირი ადამიანი ამას აკეთებს. ასევე მოხდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც მოიკიდა ამ ჟანრმა ფეხი, ასევე მოხდა აქვე SNG-ს ქვეყნებშიც, ხო? ეს სანამ ეს შეზღუდული ის არის, რომ იმან არ გარეპოს, იმან არ დაუკრას ისა, არაფერი არ გამოვა და ვერ წავა წინ. და აი საჭირო ეს კარგი არის ქუჩის მუსიკის დღის დამოკიდებულება, რომ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის იმასაც, ვინც აი აბსოლუტურად არც კლიპი აქვს გადაღებული არაფერი, ხო და უბრალოდ აი ქუჩაში დგას და იმაში რა ქვია პაძემკაში უკრავს, ხო? ასეთ ადამიანსაც საშუალება ეძლევა, რომ გამოვიდეს და თავისი სათქმელი, ასე ვთქვათ, გაუზიაროს თბილისელებს ან ბათუმელებს, ან სადაც ჩატარდება, ხო? და ეს ჩემი აზრით ძალიან კარგი საშუალება არის, კარგი რაღაცა არის, ასეთი რაღაცა არსებობს, საშუალება ეძლევა ამ ხალხს. მიშა, მოკლედ რომ მითხრა, რა არის შენთვის ქუჩის მუსიკის დღის ფესტივალი? ჩემთვის რა არის ქუჩის მუსიკის, რავი, ზეიმი არის, ძალიან სასიხარულო არის რა, რომ ესეთი რაღაცა კეთდება. მე სამწუხაროდ ვერ დავესწარი პირველ წლებს, როდესაც ჩატარდა, არც ვიცოდი ამის შესახებ. და როდესაც ეს ბათუმში რო წავედით, რავი, ძალიან გამიხარდა და აი ძალიან კარგად მახსენდება ის ორი დღე იყო, მეგონი რომ ჩავედით და მე მეორე დღეს წამოვედით. რავი, ძალიან კარგად დავამახსოვრდა, ძალიან საინტერესო და სახალისო ხალხი გავიცანი. როგორც მუსიკოსები, ასევე მსმენელები და ძალიან კარგი დრო გავატარე. მიშა, მადლობა რომ იყავი ჩემი გადაცემის სტუმარი, გისურვებ წარმატებას და მე მიშას დაგიტოვებთ თავისი მუსიკალური ნომრით, მე კი მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა თქვენ. და ამის გაკეთებით მერე მე და მიმძიმო გზა ან სადორო და მამცირო შენთან ხარ თუ გონია რომ ამან რამე ხინჯი მომცა ჩემ რებზე გითხობს ბანძიო და მაგიტომაც მოყვა მერე უფრო დიდი მითქმა მოთქმა იცოდე მე კანცი რომც გამწყდეს ვერ ვიქნები ის შენ ვინც გინდოდა ამ სიმღერებში ვძებ გულს და მე მზულს ისმიც ამას არაფრად არაგდებს თქვენ ჩემთვის მეცულს ისედაც ბედ კრულს კრავთ ხელს კრავს მგელს და ტურას ერთ კვებში ხარ შავთ ძმურად კიდევ გადახედეთ სურათს ნურას უკასრავად თუ გაგძალა სულაც არ ნიშნავს რომ სხვა უსუსური და მუქარისგან უკან წავა არა ვერ შემაჩერებს ვერავი თავიდან ჩართე რომ რჩება ეს სიმღერა არ არის ერთჯერადი არც მეორადი მოხმარების მე მიყვარს თელი მოგმარების მაგრამ თქვენი
დოგმა მეფთვის დაფასებას ბოღმა ერთვის და როდესაც შემოხოს ყურს მოგდებ თითქოს უც ხოხმა მესმის იმედი მაქვს ერთ ლამაზ და ყველა პრობლემის მოგვარების მანამდე კი მაწუხებს ეს თავსატეხი მე თუ რეპი მისწორდება და ვაკეთებ რა არის ამაში გასატეხი მე მგონი რაღაცა შეგიწყდება და მეც გინდა რომ გამიტეხო ამით მე ხო ვერ დამაკლებას პარეზი დამით მეთქო რა გინდა რომ დამცინო და ამის გაკეთებით მერე მე დამიმძიმო გზა ასადო და მამცირო შევთანხმ თუ გონია რომ ამან რამე ხინჯი მომცა ჩემერზე გიდუხ ბანზიო და მაგიტო მას მოყვა მერე უფრო დიდი მითქმა მოთქმა იცოდე მე კანცი რომც გამწყდეს გვერდნები ის შენ ვინც გინდოდა რა გინდა რომ დამცინო ჩემი კალამია ჯალათი ტკივილს კლავს და თეთრ ქაღალდზე ტოვებს ლურჯი სისხლის გვალს როცა კაბინაში შევდივარ ვიწევ მიწის ბრას საფრთხეში ხარ სანამ მიკროფონი მიჭირავს კალამია ჯალათი ტკივილს კლავს და თეთრ ქაღალდზე ტოვებს ლურჯი სისხლის გვალს როცა კაბინაში შევდივარ ვიწევ მიწის ბრას საფრთხეში ხარ სანამ მიკროფონი მიჭირავს სანამ გონება მიჭრის ჩემ ხელში მიკროფონები იწვის ოჰეს მონები მიწის ვებაზრე იმაზე რაც ზეცისგან ხვდა აწილად და მიწყეს დააცილვა და აცილვად მითხრეს რომ რეპში ვაფშე ბანზი ბარაწირა თანადგომას მოდის თქვენზე აცილმა უნდა მობიშორო ყველა ბაცილა რაც კი მაქვს ეს არის იშვიათი შემთხვევა როცა სურვილი და მიზანი და მისიაც კი ემთხვევა თუ გაღიზიანდი ჩემყლეს ჩემი გულის ტკივილი გაიზიარეს სემპლებმა მე მინდა ვნახო ქალაქი ფეხზე კალამი მეხზე ძლიერად ეცემა ქაღალდზე შეხების შემდეგ ფურცელს მიეწეპება მე კეტება მე კედელმა ვერ შემაკავოს სამართლო სამყაროში ვდევნი კანონს სამართალმა პური ხოლო მოსამართლე მძნერი ჭამოს და ყველა მის პოეტს დაცინო და მჯერა ნამობს შევგან კალამია ჯალათი ტკივილს კლავს და თეთრ ქაღალდზე ტოვებს ლურჯი სისხლის გვალს როცა კაბინაში შევდივარ ვიწევ მიწის ბრას საფრთხეში ხარ სანამ მიკროფონი მიჭირავს კალამია ჯალათი ტკივილს კლავს და თეთრ ქაღალდზე ტოვებს ლურჯი სისხლის გვალს როცა კაბინაში შევდივარ ვიწევ მიწის ბრას საფრთხეში ხარ სანამ მიკროფონი მიჭირავს